ინფორმაცია ვრცელდება კიდევ ერთი შესაძლო პროტესტის შესახებ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა თარხნის მუშები 1 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვას გეგმავენ. ფეროში დასაქმებული ადამიანები სამუშაო პირობების, გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. მუშებმა თავიანთი მოთხოვნები წერილობით ჯორჯიან მანდანიზის ხელმძღვანელობას დღეს გადასცეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იმერეთის მეტალურგიული და სამთო-მრეწველობის მუშათა პროფკავშირის ორგანიზებით 1 ნოემბრიდან ფართომასშტაბიანი გაფიცვის დაწყება იგეგმება. ყურადღებას ვამახვილებთ ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში პრემიერების სისტემის აღდგენაზე, ხელფასების კორექტირებაზე, უსამართლოდ დათხოვნილი ადამიანების უკან სამუშაოზე აღდგენაზე და შესაბამისად ასევე უსაფრთხო ხელშეკრულების გაფორმებაზე ჩვენს პროფკავშირებთან და ასევე უსაფრთხო ტექნიკურ უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგებაზე ფეროშენადობთა ქარხანაში. თუ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული 1 ნოემბრამდე კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, ჩვენ ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში გამოაცხადებთ საყოველთაო გაფიცვას. იმ სამუშაო პირობებზე, რასაც ჩვენ დღეს ვითხოვთ, არ არის. ვერ კეთდება ის, ვერ მიაღწია ადმინისტრაციამ კიდე რომ გაუმჯობესდეს იმ დონეზე, როცა მოდის რომ გვირდება კი ბატონო იქნება, მაგრამ ვერ გაკეთდა ის.